ნეტავიქ პირველი მეწავსულიყავი. სანამ პოლიცია მივიდოდა, იქამდე მივსულიყავი. მას ჩემმა ცოლმა აკოცა. ვის აკოცა ძმაო? თამერ, გაჩუმდი. მე რას ვამბობ და შენ რას ამბობ? შენ რას ამბობ? არ გრცხვენია აქამდე ცოლს რომ ეძახი? არა. რატომ უნდა მრცხვენოდეს? რატომ უნდა მრცხვენოდეს? ეს ჰალილ იბრაჰიმს უნდა რცხვენოდეს და არა მე. იცოდა რომ ვერაფერს ვიზამდი პოლიციის და სპეც რაზმის გვერდით. მივიდა და ძალით აკოცა. რატომ? იმიტომ რომ ეჩვენებინა თითქოს გოგო არ მოუტაცია, რომ ის თვითონ წავიდა მასთან. ლევენტ, აიშეს ასე არ მოუყოლია. დედა, აიშე იქ არ ყოფილა. იქ მე ვიყავი. და ზეინებმაც თქვა რომ მანაც აკოცა. ღმერთო, ცხადია ასე იტყვის. ამას სიამაყის გამო ამბობს. ვერ მშვიდდება. უნდა რომ სამაგიერო გადამიხადოს. ის მოლდოველი გოგო რომ იყო, რა ერქვა? მე ხომ მას ვაკოცე. ეს ვერ გადაიტანა და შური იწია. ახლა ამაზე საერთოდ არ ვღელავ. საერთოდ. ვინ ვის აკოცა? შენ ვის აკოცე? ზეინებმა ვის აკოცა? ეს არ გვაღელვებს. მეთაური ხომ დააკავეს. იმედია ციხეში მოკვდება. დღეს ჩემთვის ბედნიერი დღეა. თითქოს ჩემი თარიქი დაბრუნდა. სხვა დანარჩენი ჩემთვის სულ ერთია. საერთოდ არ მაინტერესებს. დედა, დეიდა რას ლაპარაკობს? რომელი თარიქი? დეიდა, კარგი, ნენელა ერთმანეთი ჭკუიდან გადაყვავს. ნერვები ყველას დაწყვეტაზე გვაქვს, მაგრამ გონი საბოლოოდ შეიშალე. წესიერად მელაპარაკე. შვილო არის რაღაცები, რაც შენ არ იცი. და რა არ ვიცი? ძმაულევენთ. რა? დედა ჩემი მაქორწინებს, ჩემი ცოლი ორსულად არის. თამერ, მოიცა, ვინ არის ორსულად? როდის დაორსულდა? შენი ცოლი ვინ არის? რა ხდება? ზუჰალ, გოგოს ელაპარაკე? არა, რა ხდება? ფიქრეთ ეფენდიმ შენი შვილი გამოაგდო. რა? ვინ არის რომ ჩემი და სახლიდან გამოაგდო? მიზეზი? შეხვედრის ადგილის შესახებ რომ თქვა, ბეი ეფენდის ღირსება შეელახა. თურმე ღირსება შეელახა. მისი და ჩვენ თვალწინ მტერს რომ კოცნის ეს არაფერია, არა? ის ქურდი პოლიციამ რომ აიყვანა, მაშინაც ღირსება შეელახა. აი ეს მესმის. აიშეს უთხარი რომ იმ სახლში აღარ დაბრუნდეს. ბავშვებს წამოვიყვან და ფიქრეც მათი ნახვის საშუალებას არ მივცემ. თურმე ღირსება შეელახა. ამასაც ნახავს. კარგი, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მივიღებთ. მოვიდეს აიშე და ველაპარაკები. მოусმინოთ მერე რეზვანს დაურეკავ. ფიქრეც კურს ავუწევ. დამიჯერე. ხო, მამა. ფიქრეც ყურია უწიე. აქ დაიბარე, დასაჯე, ცალფეხზე დააყენე. ფიქრეთი ბავშვია, თუ ინმესთვის ყურის აწევა გინდა მიდი და თამერს აუწიე. ფიქრეც არ შეეხო, რათა შეცდომა აღარ გაიმეოროს. გესმის? შემოდით. შენს ოთახში შემოვედი, რომ როგორც მამაშვილმა ისე დავილაპარაკოთ. დავილაპარაკოთ, მამა. ზეინებ, არ ვიცი საიდან
შენი რომელი შეცდომით დავიწყო, მაგრამ ამ სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც ახლა ხარ, შესაძლოა ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყოს. როგორ ჩანს დედას ელაპარაკე. მამა, აქ თუ იმისთვის მოხვედი, რომ შემაშინო. სულ ტყუილად გაისარჯე. იმიტომ რომ ყოველ ჯერზე როცა დამემუქრები, სწორედ იმას გავაკეთებ, რასაც შენ შეცდომას ეძახი. შვილო, რას ნიშნავს ოჯახის გაყიდვა? შენი ქალიშვილი გაყიდე. პასუხი არავინ მოგთხოვა. ახლა ჩემთან მოხვედი და ვერ ხვდები პასუხს რისთვის მთხოვ, მამა. მომისმინე, საქმე ლევენს თუ ეხება, ამაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდები. გეტყვი რას ფიქრობ. კარგი, გისმენ. სანამ ლაპარაკს დავიწყებდე, გეტყვი რომ იმ ნაძირალა ლევენთის ნახვა აღარ მინდა. ეს პირობაც არ არის. კარგი. თქვენ იმ ხალხს კუჩში დაყვებოდით. მათ შვილებს და საყვარელ ადამიანებს ტკივილს აყენებდით. მხოლოდ შენ არა. მთელი ჩვენი დინასტია. ზეინებ, მე და შენ ერთი დინასტიიდან ვართ. ხო. სამწუხაროდ ადამიანს საკუთარი ოჯახის არჩევა არ შეუძლია, მამა. რადგან ერთი ოჯახიდან ვართ და ჩემი ოჯახი უკანონო საქმიანობებს ეწევა. იმენაზე ვილაპარაკებ, რომელი ენაც თქვენ გესმით. ჰალილ იბრაჰიმს და მის მეგობრებს არავინ უჩივლებს. ლეილას იავუზ ვეტოს არ მიათხოვებენ. ასიე ედანურს გაუშვებს, რომელსაც იძულებით აკავებს. და თუ არა? თუნჯა ის ველაპარაკე და აიშესთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა. მამა რიзвანი ფიქრეთ ელაპარაკა? და ვაიშე, საქმე იმაზე სერიოზულად არის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. უფრო სერიოზული რაღა უნდა იყოს. ზეინეფი ყველაფერს აღიარებს. ყველაფერს. ისინი და ასე როგორ ლაპარაკობთ ამერ? როგორ ვლაპარაკობ? წავა და პროკურორ ჩვენი ოჯახის შესახებ ყველაფერს მოუყვება და მე მას დადავუძახო? და რა იცის? რა უნდა თქვას? უპასუხე შენს მას. შესაძლოა წავიდეს და ისეთი რაღაც მოყვეს, რაც ისედაც ყველა მიცის. მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდები. პროკურორთან როგორ წავა და ოჯახის საიდუმლოებებს როგორ მოუყვება? მამა არ ყავს? დედა ან ძმა? ვერავინ უნდა შეაჩეროს? რეзвანი რეკავს. გისმენ რეзвან. მოვდივარ. მეც ვაპირებდი შენთან დალაპარაკებას. კარგი. რა გითხრა? რას მეტყოდა? იგივე თქვა, რაც თამერმა. ზეინეფი ალაპარაკდება. წავიდეთ ლევენთ. ნესიმ. გისმენდაო. გამუდმებით შიშის ქვეშ ვერ იცხოვრებ. რიзвანს უთხარი შვილს თუ შეიბრალებს, მასაც ზიანს მიაყენებს. მას დაველაპარაკები. შენ კი მერე დაგელაპარაკები. არ ინერვიულო. ლედო არ არის? მას მხოლოდ ეს შეუძლია. ზეინეფის გამო ჩვენი ბიჭები ციხეში ჩალპებიან. გოგო რა შუაშია, პოლიცია მისმა ძმამ დააყენა. იმ სასტიკი ადამიანების ხელში ჩავარდნას პოლიციის ხელში ყოფნა ჯობია. ასე არ არის, მუზაფერ? მე რა ვიცი, ფატმა. ერთით სიკვდილია და მეორეც. ის ადამიანები ყველაფერს წვდებიან. ციხე მათთან რა მოსატანია. არ მესმის რატომ გიგვერთ? ამ საქმის ბოლო ნათელია. ან ციხე, ან სამარე. შვილო, მართალი ხარ. ჰალილ იბრაჰიმის სიკვდილზე წავა. კარგი, მაგრამ
ერთი შენი საქმროა, მეორე ჩვენი შვილი. საბრალო ოსმანს არავინ ხავს. ძმა იუსუფ, როგორ ჩვენ თქვი? ისინი შეშლილები არიან. 4-ვე შეშლილია. ძალიან კარგად იციან, რა რისკზეც მიდიან. სემა, ვინმემ რომ მოგისმინოს იფიქრებს, რომ თურანი არ გიყვარს. მიყვარს და ომერვე, სწორედ ამიტომაც მიყვარს. აბა რა უნდა ექნა? მიუხედავად იმისა, რაც ხდება, გაჩუმებული იყო? ნამდვილი მამაკაცი, იმისთვის ცოცხლობს და კვდება, რაც უყვარს, და რისიც ჯერა. რა ლამაზად თქვი, სემა. ჩემმა შვილმაც იგი ვექნა. საყვარელი ადამიანისთვის მოკვდა. გარდაცვლილები მიდიან. შენი სიკითხე რას განვიცდით, ვინც ცოცხლები ვრჩებით. დერვიში მოვიდა. გამარჯობა. გაგიმარჯოს. არის სიახლე დერვიში. ჩვენებს მედლები დაკიდეს. რეკომენდაცია რაიონის გუბერნატორმა გაუწია. იქ დატოვებენ. სერიოზულად გითხულობთ. ნერვიულობით კი ნაღამ დავიხოცეთ. სანერვიულო არაფერია მუზაფერ. ხვალ პროკურატურაში ჩვენებას მისცემენ, იქიდან კი ციხეში გადაიყვანენ. წამოდით, მივდივარ. სად? რაღაცები უნდა გამოვასწოროთ. რა უნდა გამოვასწოროთ? კუტულუს გამოქვაბული იპოვეს. ის ადგილი უნდა გავანადგუროთ. იარაღი უნდა წამოვიღოთ. მიდით, რამე ჩასაცმელი წამოიღეთ და წავიდეთ. რა თქმა უნდა, წავიდეთ. იქნებ თავდასხმები 20 წლით მაინც შეწყდეს. ოსმან, ასე მალე როგორ მორჩი? ყველაფერი მოვყევი, ყველაფერი თურან. მიხვდნენ, რომ არაფრის თმას არ ვაპირებდია შემომიყვანეს. მხოლოდ ზეინეფის გატაცებაზე მოვყევი. რომ იცოდეთ. ქორწილში იარაღი დავესხით თავს. რა მოვყევი? ეს ნაწილი არ მომიყოლია. ის ვუთხარი, რომ ზეინებს ჰალილ იბრაჰიმი უყვარს. რომ არანაირ მოტაცებას ადგილი არ ჰქონდა. ასე რომ ყოფილიყო, რატომ აკოცებდა მეთქი? მართალია ჰალილ. გოგომ ლევენთის და საკუთარი ძმის თვალწინ გაკოცა. ეს მოხვდათ ტყვიასავით. დამიჯერე. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს ჩვენს გადასარჩენად გააკეთა. ანუ არ უყვარხარ? ეს რა შუაშია თემელ? ესე იგი, როგორც თქვი, რადგან დაკითხვა დიდხანს არ გაგრძელდა, კომისარი სასამართლოში წაგიყვანს, იქიდან კი ციხეში გადაგვიყვანენ. თუ სასწაული არ მოხდა. მიდით, ბიჭებო. ეს რას ნიშნავს? 20 წელი მოგვიწევს სწოლა. ადექი რამე კარგი გითხარი. ძლიერებს დაუპირისპირდით. შიგნითაც და გარეთაც სისასტიკე მძვინვარებს. სანამ შესაძლებლობა დაწექით და მომისმინეთ. ციხეში ჩავსხდებით თუ არა, დაწოლის საშუალებას აღარავინ მოგცემს. როგორც კი უთხრეს, დაწექიო, მაშინვე დაწვა. ის ნაძირელა მაჰრი მომენატრა.
შემოდი. კომისარო, გავდივარ, რამეს ხომ არ მიბრძანებთ. როგორც ჩანს, არც ერთი მათგანი დაკითხვაზე არ ალაპარაკდება. მოხსენება რაც შეიძლება მალე მომამზადოთ და პროკურატურას გადაუგზავნოთ. ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც საჭიროა. მათი იარაღის ექსპერტიზაც დილამდე მზად უნდა იყოს. კომისარო, 4 დღე კიდევ გვაქვს, იქნება ალაპარაკდნენ. ასე რატომ ჩქარობთ? ხელთმტკიცებულება თუ გვექნება, მეტი შანსია რომ ალაპარაკდნენ. ბალისტიკურ დასკვნას ამიტომ ჩქარობ. გასაგებია, ხვალდილით მაგიდაზე გედებათ. პოლკოვნიკი ამ საქმის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. შენც ყურადღებით იყავი. მართალი ხართ, კომისარო. მუზაფერ. რამდენი იარაღია, მუზაფერ? სად უნდა დავმალოთ? აქედან წავიდეთ, თორემ თუ დაგვიჭირეს თვითმფრინავში ჩასხდომამდე ციხეში აღმოჩნდებით. არ ვიცი, იუსუფ, გვითხრეს შეიძლება გამოგვადგეთო. ამ დერვიშის ვერაფერი გავიგე. ჩემზე ჭორაობთ? არა, მუზაფერი ამბობს, დერვიში კი ქვია, მაგრამ დერვიშობასთან საერთო არაფერი აქვსო. იუსუფ, მართალია. მამა ჩემი ყაჩაღია. დერვიში გახდა. დერვიში იმიტომ დამარქვა, რომ მეც მისნაირი ყაჩაღი არ გამختارიყავი. და მერე, როგორც ხედავ, დერვიში არ ვარ. ყველაფერი დაალაგეთ და ცელოფანი გადააფარეთ. დანარჩენს ავაფეთქებ და მოვალ. ჩემს ცხოვრებას მუზაფერი და იუსუფი გააკლდა. დერვიში რატომ ქვია, იმასაც კი კითხულობენ. ერთო ჩემო. რეზვან. ზეინეფი პროკურატურაში ალაპარაკდეს კი არა, უბრალოდ ამის სურვილიც რომ გაჩნდეს, ჩვენი პარტნიორობისგან და რეპუტაციისგან აღარაფერი დარჩება. ყველა ვისთანაც თანამშრომლობთ ზურგს შეგვაქცევს. მერე ციხეში ამოულპებით. ეს ხომ იცი არა? ზეინეფი ასეთი გოგო არ არის. დავუშვათ გაბრაზდა, რადგან ცოლად ისეთ კაცს აყოლებდნენ, ვისაც საერთოდ არ იცნობს და არ უყვარს. წავიდა და პროკურორს ჩვენება მისცა, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე. ზეინებმა ამ ყველაფრის შესახებ საიდან იცოდა? ძმაო, ფიქრეთ. სახლში ასეთ საკითხებს განიხილავთ? ოჯახთან ერთად ყველა საკითხს განვიხილავთ, იავუს, მაგრამ სად მდებარეობს საწყობი, საწყობში რა ინახება, რამდენი ფული გვაქვს და სად ვმალავთ? ასეთ თემებს არ განვიხილავთ, რა თქმა უნდა. ახლა დეიდა ასიამ ყველაფერი იცის. დედა ჩემმა ყველაფერი იცის. დარწმუნებული ვარ, დედა ნედიმს, დურსუნის ძმის ცოლს და დედა შენსაც ეწოდინება.
ამიტომ არ მესმის, რომ მომავალ ცოლს რამე უნდა დავუმალო. ოჯახური ტრადიციები ყველა მიცის. ვინც არ უნდა აღიაროს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება. იცის, რაც მოხდება. ყველამ ყველაფერი ვიცით. თუ ასეა ლევენტ, მოიყვანეთ ცოლად, სანამ კიდევ რამე გაუკეთებია. მერე ვნახოთ. სიტყვებს დაუკვირდი. რიзвან. რადგან შვილის გაჩუმება ვერ შეძელი, ესე იგი ვერც შეძლებ. ჩვენგან რა გინდა? გითხარი. საქმე ჩემს შვილს არ ეხება. ყველა მიცით, ზეინები თუ რამეს ჩაიფიქრებს, გააკეთებს კიდეც. თქვენი გადასაწყვეტია. კარგი. დავუშვათ ის გავაკეთეთ, რასაც შენი შვილი ამბობს. ნაბიჯით უკან დავიხიეთ. ჩემს შვილს აიშეს, პატარა შეცდომის გამო სახლიდან აგდებენ. მე ზომები მივიღე. შენი შვილი კი იმით გვემუქრება, რაც ყველას გაგვანადგურებს. რა ზომებს მიიღებ? გითხარი, რომ ჩვენც ვიცოდეთ. გითხარი. იმას გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება. ნესიმ, ასე არ გამოვარესვან. თუ იტყვი ჩემი შვილია და რა ვქნაო, გაგიგებ. პატივისცემას გამოვხატავ. მაგრამ ამბობ, რომ ყველაფერს გააკეთებ, რაც საჭიროა. მაგრამ ჩვენის ხალხი არ ვართ, ვისაც მუქარით აშინებენ. ხომ ასეა? არც ჩვენ ბიძია დურსუნ. არც ჩვენ ვართ ის ხალხი, ვისაც მუქარის ეშინია. პირველ რიგში ეს თემა სასწრაფოდ უნდა დავხუროთ. თქვენ ყველას, როგორც მტერს ისე უყურებთ. მათ შორის ჩემს დასაც. ზეინებს თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს, მამა ჩემის ჩათვლით. ჯერ ჩემს გვამზე მოგიწევთ გადაბიჯება. ფიქრეთ. მესმის რომ დასიცავ. ეს სწორიც არის, მაგრამ ფასის გადახდა მოგიწევთ. ჰალილ იბრაჰიმი, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში ჩაგვყარა, მოკვდება. და ამას შენ გააკეთებ. ჰალილ იბრაჰიმის თავი მოგვიტანე. შენი ძმის რაციონში გავურევთ. შემოდით. უნდა დავილაპარაკოთ. ძმაო, თუ მათ გამოგგზავნეს, იცოდე რომ ჩემი ბოლო სიტყვა უკვე ვთქვი. შენ ამ სახლში ბოლო ხარ, ვისაც ბოლო სიტყვის თქმა შეუძლია. კარგი. საერთოდ არ გაზრდილ ხარ. შენს თვალებში ისევ იმ პატარა გოგოს ვხედავ. შეშლილ გოგოს, რომელიც ბიჭებთან მეგობრობს. ბავშვს, რომელიც მათ ქვებს ესვრის. პატარა მოусვენარ ჯიუდ გოგოს. ფაქტია, რომ ადამიანი დიდობაშიც არ იცვლება. ასე იმიტომ ხარ, რომ გიყვარს? ასე როგორ? შეყვარებული ხარ ზეინებ, არა? ძმაო, ეს რა შუაშია? იმიტომ რომ ადამიანი ასე იქცევა, როცა შეყვარებულია, ან როცა ჭკუიდან იშლება. ჭკუიდან შევიშალე, ძმაო. შევიშალე. კარგი.
თუ ასეა ყურადღებით მომისმინე, სანამ ცხოვრებას გაინადგურებ. იმას გავაკეთებთ, რასაც გთხოვ. საჩივარს არავინ დაწერს. მაგრამ მათ გამოსაშვებად სამხილების დევნას არ დავიწყებთ. ეს იცოდე. ედანურს რაც შეეხება, თქვეს რომ თანახმა. ის ხომ შვილს თარიქისგან ელოდება. კარგი. ხოლ შევეკითხები. თუ ასეა ვერაფერს ვიზამთ. მაგრამ თუ ჩემ ზურგს უკან იმოქმედებთ, უინებს მომიწყობთ, რომ ჩვენება არ მივცე. თითი ჩაწიე ზეინებ. რაც თქვი გავაკეთებთ. შენ კი გაიზრდები. შეწყვეტ ბავშვით მოქცევას. შენი ბავშვობის მეგობრებსაც დაემშვიდობე. ამდენ ხანს ილაპარაკეთ, მაგრამ ჩემზე და ბავშვებზე არაფერი გითქვამთ, მამა. განა შენს ქმართან ლაპარაკი შეიძლება? სულ თავისი დააკერია პირზე. შენი ბრალია. ზეინებთან პრობლემები შენ გამოგვაქვს. პირველივე დღეს გითხარი, რომ ცოლად არ გამოყვებოდა. მამა, რა მეშველება? როგორ თუ რა გეშველება შვილა? რა თქმა უნდა გაშორდები. მე ჩემი ქმარი მიყვარს. რას ნიშნავს გავშორდები? ჩათვალე რომ ფიქრეთი მოკვდა. დედა, თქვი რამე. ახლა ფიქრეთზე ლაპარაკის დრო არ არის შვილო. მოუკვდები და ფიქრეთს არ გავშორდები. დას მიხედეთ. მიდით. მე არსად წავალ. აშკარაა რომ ეს ოჯახი ახლა მე უნდა ვმართო. რადგან ყველანი ციხეში აღმოჩნდებით. თამერ გეყოფა. გამაგებინე ასეთი ამბიციური, როდის გახდი? რიგში ჩადექი. გადი. ძმას მოусმინე. დედა, არა მაყენო. სიძევ. მე შვილი დავკარგე. ძმა დავკარგე. ცხადია, ქმარიც დავკარგე. რიზვანის სუსტი წერტილი მისი ქალიშვილია. ის ოჯახის მართვას ვეღარ შეძლებს. მაგრამ გიყურებ და ვხედავ, რომ შვილი შენი სუსტი წერტილი არ არის. თუ ვინმემ ეს ოჯახი უნდა მართოს, ეს შენ ხარ. ედანურ, დასაძინებლად ვწვევი, რამე ხომ არ გინდა? არაფერი. ხო მართლა, თქვენებს სავარაუდოდ ხვალ გაათავისუფლებენ. ზეინები თავის ოჯახს დაემუქრა. საჩივარს აღარ შეიტანენ. მე ისინი აღარ მაინტერესებს. თუმცა ჩემი აზრით ჯობდა ციხეში აღმოჩენილი იყვნენ. გარეთ არაფრის შანსი არ აქვთ. ოთახის დატოვება გთხოვეს. ალბათ მსჯელობენ, როგორ დასაჯა. მეგონა და ვმეგობრდით. მაგრამ ხედავ, რომ მეგობარი არ გჭირდება, ედანურ. კარგი, ხამე მშვიდობისა. ხამე მშვიდობისა. ამიერიდან არც სიძეს დაგიძახებ, არც ძმას. მე ამ ოჯახის მამად მოგიხსენიებ. ყველა მიცოდეს. ხო, მართლა. თუ იმ გველებს გამოუშვებენ. ფიქრეთი. მათ თავს წააცლის. ზეინებს რა ვუყოთ?
მას რა მოუხერხოთ? როგორ დაგვემუქრა? მას რომ რამე დაემართოს, მაშინვე ჩვენ მოგცვივდებიან. პოლიციას გადაგცემენ. რას ლაპარაკობ ასიე? იმას, რომ შენი შვილი კაცი უნდა იყოს. მან უნდა დასაჯოს ხალი, რომელმაც უღალატა. ვფიქრობ, პირადად უნდა დასაჯოს, თუნდაც ციხეში მოხვდეს. მე როგორც შვილმკვდარი დედა, ჩემს დასამისთვის ვერ გავიმეტებ. მე დედა ვარ. დედა, რომელიც იტანჯება. ჩემი რჩევა ასეთია. ზეინეფი ჰალილ იბრაჰიმთან ერთად უნდა მოკვდეს. ორივე. ზუჰალ, გაიქეცი ნახეთ, ამერი ხომ არ გვისმენს. აბონენტი მიუწვდომელია, სადეთ მოგვიანებით. შემოდი. შეგერგოთ კომისარო. მოდი ერთად ვჭამოთ. გმადლობ. ეს არის ბალისტიკური ანალიზი, იარაღის სუფთა. იარაღის სუფთა. როგორ თუ სუფთა? უფრო მეტიც, მისი მოხმარება არ შეიძლება. რაღაც დეტალი აკლია, მეორის რაღაც აქვს დაზიანებული. მან ეს შესაძლებელია? არის კიდევ რაღაც, რაც საერთოდ ვერ გავიგე. რა? ჰალილ იბრაჰიმ ქარასუ. მას თითის ანაბეჭდი არ აქვს. იარაღზე არ არის? არა კომისარო, თითზე კვალი არ აქვს. ალბათ კომპიუტერი გაფუჭდა, განა შეიძლება ადამიანს თითის ანაბეჭდი არ ქონდეს. გითხე კომისარო, რომელიღაც გემზე უმუშავე ამბობს, რომ რაღაც მჟავა გადაესხა. მიზეზი ეს ყოფილა. ვერაფერი გავიგე. ახლა სად არის? დაკითხვაზე? არა, საკანშია. მოვიყვანო? არა. ჰალილ იბრაჰიმ ქარასუ. მოდი აქ. ხელები მაჩვენე. თითებზე რა დაგემართა? ანაბეჭდი სად გაქრა, მოყევი. მუშაობდი და შემთხვევით მჟავა დამესხა. Kıvırcık saçlarına kar düşmüş uçları. ხილად. ვაზნები გვითაბდება. იდეა მაქვს, მაგრამ წინააღმდეგობა არ გამიწიო. ტყუილად ცდილობ. თუ მოკვდებით, ერთად მოკვდებით. არ მოკვდებით. მეტყვეთ ჩავარდები, შენ გაიქცევი. რომ ჩაბარდე, რას მიაღწევ? მაშინვე გაიგებენ, ვინ ხარ და საიდან ხარ, ისთვის იბრძვი და აქ რატომ ხარ? გონი არ მოკლავენ?
მეგობარო, 5 წლის შემდეგ შენ გითხარი ჩემი საყვარელი ქალის სახელით და გონია, მათ 3 წუთში ჩემზე ყველაფერს მოუყვები? თითის ანაბეჭდები არსებობს. ამის წყალობით ინფორმაციას მაშინვე მოიპოვებენ. ძმაო, რას აკეთებ? მანიაკი ხარ? ოღუს, აქედან გადი ძმაო, კედლებზე გადაძვერი. გორაკს გადაირბენ და მერე ადვილი იქნება. მონაცემები უნდა გადასცე. ძმაო, აქ მარტო არ დაგტოვებ, შეუძლებელია. ძმაო, ჩვენზე არ არის ლაპარაკი, ეს ჩვენს საქმეს სჭირდება. ჩვენი საქმე კი უსაზღვროდ გვიყვარს. ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით. ამ სამყაროში თუ არა, სხვა სამყაროში მაინც. ვირდები. სამთულაზე. 1 ამ ტყუილს დიდხანს იგონებდი? სამსახური, მჟავა. 3 წელიც რომ მკითხო, პასუხი იგივე იქნება, კომისარო. დამცინი? ადგილზე აუბრუნდი, მიდი. პროკურორთან წაიყვანე. ფიქრეთ ბეი, თქვენი ოჯახი ჰალილ იბრაჰიმ ქარასუს უმკვლელობაში ძარცვასა და გოგოს მოტაცებაში სდებს ბრალს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ის დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურია. საჩივარი თქვენმა ადვოკატმა შემოიტანა. ჰალილ იბრაჰიმ ქარასუ და მისი მეგობრები დაკავებულები არიან. თქვენ კი საჩივრის გატანა გინდათ? სწორად გავიგე? დიახ, ბატონო. ანუ თქვენი ძმა თარიქ ლეტო ჰალილ იბრაჰიმს არ მოუკლავს? ასია, ბატონო. არც თქვენი და გაუტაცია? ძალა არავის დაუტანებია. დიახ, ჩემს დას გათხოვება არ უნდოდა. ამიტომ ჩემმა და მეგობრებთან ერთად ასეთი გეგმა მოიფიქრა. მან განცხადებაც დაწერა. ფაილში დევს. ფიქრეთ ბეი, თქვენ ადგილას სხვა რომ იყოს, სხვაგვარად დაველაპარაკებოდი. თქვენ ადამიანებს ცილი დასწამეთ. პოლიციელებს დრო დააკარგვინეთ. წესიერი ახსნაც კი არ გაქვთ. ხომასია, მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე. მაქვს წესიერი ახსნა, მაქვს, ბატონო. მაქვს, მაგრამ არ ვიცი როგორ თქვა. პირდაპირ გითხრათ? კარგი იქნებოდა. ბატონო პროკურორო, მამაჩემს 2 ცოლი ჰყავს. პრობლემა ის არის, რომ ცოლები გამუდმებით იბრძვიან. სამწუხაროდ ჩემი ნახევარ-ძმა გარდაიცვალა. ამამ დედამისზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ფიქრეთ ბეი, თუ ასე კიდევ მოიქცევით, თქვენ წინააღმდეგ საქმე არ იწვრება. ეს მრავალცოლიან მამა თქვენსაც გადაეცით. კარგი? ის რომ ჰალილ იბრაჰიმ ქარასუს და მისი მეგობრების წინააღმდეგ შემოტანილი საჩივარი უკან გაგაქვთ, ეს ჩვენთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. მე პოლიციის მოხსენება მაღელვებს. ისევ იმოქმედებ, როგორც იქ ეწერება. რაც უნდა იყოს მათ დაკავებისას, იარაღი აღმოაჩნდათ. როგორც გენებოთ, პროკურორო, ბევრი დრო წაგართვით. ჩემგან რამე ხომ არ გნებავთ? მითხარით, ზად ვარ გემსახუროთ? არა. შეგიძლიათ წახვიდეთ. თქვენი ნებართვით.
ფიქრეთ ბეი, რაღაც გავიგე, მართალია? Şikayetlerinizi geri çekmişsiniz. საჩივარი გაგაქვთ? Hayırdır? რა ხდება? მინდა რომ ეს დაპირისპირება დასრულდეს, კომისარო. თუ დანარჩენებიც არ ჩაერევიან, მოხარული ვიქნები. არ ვიცი ციხეში მოხვდებიან თუ არა. პროკურორი დოკუმენტებს გადახედავს და გადაწყვეტს. როგორც ხვდებით, ჩვენთვის ეს თემა დაიხურა. შეგიძლიათ მეგობრებს გადასცეთ. Belli ki bu Aşkara რომ შერიგება თქვენმა შვილმა გადაგაწყვეტინათ. stratejiniz etkili oldu. იმედია, Umarım bu tavrı ყველა herkes ასე ფიქრობს. Umarım. იმედია. Komutanım. კომისარო, პროკურორი ფაილს ითხოვს. თქვენ მოგვიანებით დაგიძახებთ. Bir şey merak ediyorum Üsteğmen'im. ძალიან მაინტერესებს. Bu dosyada ჰალილ enteresan bir şey var. იბრაჰიმს ეხება? იმ საკაღალდეში რამე საინტერესოდებს? ეს გამოძიება კონფიდენციალურია, ფიქრეთ ბეი. მაშინ გაიგებთ, როცა პროკურორი თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. Eyvallah. კარგი. Kolay gelsin. წარმატებული დღე. Komutanım. კომისარო, Bunlar საჩივარი რატომ გაიტანეს მის მოსაკლავად რა აღარ გააკეთეს? yapmadıkları kalmadı. აშკარაა რომ ზეინებ ლეტო თავის ოჯახს დაემუქრა. Başka bir açıklaması სხვა yok. ახსნა არ აქვს. სემა, ეს ჩვენების მანქანაა? Yok Merve abla. არა და მერვე. Bunlar Sema. ვინ არის სემა? Levent Kulpa denen soysuz. ნაძირავა ლევენტ კულპა. Herkes içeride bir არ იცის რომ აქ არავინ არის? ყველა დაკავებულია. Diyorlar da ondan geldi. იცის და ამიტომაც მოვიდა. Gelir mi? კაცებთან მოვიდოდნენ შიშარა ნაბიჯვრები. მუზაფერს და იუსუფს უნდა დაველაპარაკო, დაუძახე. Yoklar burada. აქ არ არიან. ერთი კაცი მაინც. იქნებ ერთი კაცი მაინც იმალება თქვენს ზურგს უკან. Kim ya? ვინ? Kim saklanmış ვინ უნდა senden? იმალებოდეს? თაში ცხოვრობთ და არ იცით. ჰალილ იბრაჰიმს მოვკლავდი. ზეინეფის ზურგს უკან რომ არ დამალულიყო. აუცილებლად მოვკლავდი. ჩვენგან რა გინდა? Sen ne istiyorsun? თუ ვინმესთან დალაპარაკება გინდა, სასამართლოში წადი. ყველა იქ არის. საჩივარი გავიტანეთ რომ გაათავისუფლონ. მაგრამ პირობა გვაქვს. ამის სათქმელად მოვედი. მართლა გაათავისუფლეს? იქ 20 წელს არ გაატარებენ, ეს ზუსტად ვიცი. მაგრამ საქმე ეს არ არის. აი რა უნდა იცოდეთ. შეაგროვეთ თქვენი ნივთები და აქედან გადადით. რათა თქვენს ბინძურ სისხლში ხელი არ გავისვაროთ. Ulan senin ეს შენი ხელებია ბინძური. ეს თქვენი შვილები არიან სისხლში გასრილი. აქედან მოშორდით. Defolun gidin buradan. ჩვენ არცად წავალთ. Hiçbir yere gitmiyoruz. Gitmiyorsunuz ha? არ წახვალთ? Selim! სელიმ, რა ხდება? გაიწიეთ. შეჭერდით. შეჭერდით. გამატარე, გაჭერდი რას აკეთებ? გამატარე. რას აკეთებ ღმერთმა დაგწყევლოს? შეწყვიტეთ. რას აკეთებთ? გზიდან ჩამომეცალე. რას აკეთებთ? მოშორდით. არ წახვალთ არა? არ წახვალთ? აქედან მოშორდით. შეზღვიდეთ, შეზღვიდეთ. Çıkın dışarı. ახლავე გადით. Size გითხარით გადით მეთქი. çıkın lan dışarı. გადით. Levent. ლევენტ. იცოდე შულს გაგიხვრეთ. შენი ხალხი წაიყვანე და მოშორდი აქედან. კოჩა, თქვენს კაცებს გადაეცით რომ არაფერი დაგიშავეთ. Onlar burada იმიტომ რომ აქ არ არიან. Bir dahaki sefer. შემდგომში ერთმანეთის მიყოლებით დაგხოცავთ. Hepinizi birden yakar. წავედით. კი არ არის, საიდან მოიტანა? ვერაფერი ვქენით. ძმაო, ხომ თქვი რომ ქალებისთვის არაფერი დაგვეშავებინა? ნუ მე პასუხები.
ეს რა სირცხვილია. ბატონო პროკურორო, მართალი ხართ, ტყუილს და ცილის წამებას ჰქონდა ადგილი. არანაირი სამხილი არ არის. რამოდენიმე პისტოლეტია, მაგრამ ლიცენზიის გარეშე. ეჭმიტანილებს ნასამართლეობა არ აქვთ. არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს. ჰალილ იბრაჰიმ ქარასუს თითის ანაბეჭდები არ არის. ეს რას ნიშნავს? არაფერს, ბატონო პროკურორო. მან განცხადება დევს. Nasıl yapalım sayın savcım? რა ვქნათ, ბატონო პროკურორო, გინდათ ეჭმიტანილებისგან ჩვენება ავიღოთ? რა, მე ჩვენება უნდა ავიღო? რა ჩვენება? არ არის სამხილი, არ არის დანაშაული. არც საჩივარია. Ne yapacağım ben adamları Merto Çema. Boş boş ahbaplık mı edeceğim? Salın gitsinler. ამ ხალხს რა ვუყო? Dersiniz sayın savcım. ყველა გავუშვი. როგორც იტყვით, ოღუს. Bak შენთან sana პირადი şans თხოვნა მაქვს. Bu işin arkasında. ამ საქმის უკან სხვა ვიღაც დგას. Bu şikayet. საჩივარს ტყუილად არ გაიტანდნენ. Bunlar da ვიღაც უბრალო, მე ამიტი ხალხი არ არის. insanlar değil. ეს გამოძიება არ დასრულებულა. ახლა იწყება. Daha yeni ამიტომ var. ტექნიკურადაც და ფიზიკურადაც თვალი ადევნე. Hem fiziki takip. ძალიან გთხოვ. teknik კარგი? takip istiyorum. Tamam mı? მოსამართლეს მე დაველაპარაკები. Ayrıca ლეტოების ოჯახსაც letoları თვალი ადევნე. aynı şekilde teknik takibi alacaksın. ძალიან გთხოვ. როგორც მიბრძანებთ, ბატონო პროკურორო? Başçavuş. სერჟანტო, Çıkarın. ბიჭები უნდა გავუშვათ. Emredersiniz. როგორც იტყვით, კაპიტანო? Kaç kapı? გარი გააღე. Çıkabilir. შეგიძლიათ გახვიდეთ. Başçavuş. სერჟანტო, ბიჭებს გავათავისუფლებთ. Benim ჰალილ იბრაჰიმს უნდა დაველაპარაკო. Emredersiniz. როგორც იტყვით, კაპიტანო? Komutan. კაპიტანო, Kardeşimizi თუ ჩვენს ძმას არ ათავისუფლება, არ ჩვენ წავალთ. Biz de biz de aynısını yaptık. რისთვისაც ჩვენ ვისხედით, ისიც იმისთვის იჯდა. გაჩუმდი ძმაო, გაჩუმდი. თქვა რომ დალაპარაკება უნდა. წადით ბატონებო, თავისუფლები ხართ. წავიდეთ. კარგი, წავიდეთ. წამოდი ძმაო. Gaza gel. Gaza gel. წამოდი. Ne oldu? რა მოხდა? თავისუფლები ხართ. Nasıl? როგორ? Biz de სამხილი ვერ მოვიპოვეთ. ზეინებ ლეტომ თავის ოჯახს საჩივრის გატანა იზულა. belki ailesi. ალბათ ოჯახს დაემუქრა. Ben de öyle. მეც ასე ვიფიქრე. აბა, ზეინებ ლეტომ გადაგარჩინა რა? Hayat öpücüğü. კოცნით სიცოცხლე გაჩუქა. Ne kurtaracak? ეს შენ გადამარჩინე, კი ნაღამ ჩემთან ერთად გაიქეცი. Az kalsın benimle birlikte firara ასე არ იყო? Zeynep'in ondan ზეინებმა ალბათ არც იცის, მაგრამ ამ საქმეს ასე არ დატოვებენ. Bu işi karşılıksız ფასი bırakmazlar halı. მაღალი აქვს. Bu işin bedeli თავისუფლება შენი სიკვდილის სანაცვლოდ. senin ölümündür. Özgürlük için ölmek. თავისუფლებისთვის თუ არ მოუკვდით, სიცოცხლეს რა ფასი აქვს? Alo? ჰალო? Alo? ჰალო? Alo? ჰალო? Alo? ჰალო? Ali İbrahim sen? ჰალილ იბრაჰიმ. Alo? მიპასუხე. Ali İbrahim. ჰალილ იბრაჰიმ. Alo? ჰალო? Alo? ჰალო? ჰალო? Yavaş. მოდი, ფრთხილად.
İyisin değil mi? ხომ კარგად ხარ? Geleceğini ვიცოდი რომ მოხვიდოდი. ჩამეჭიდე. Geçmiş olsun. სიკეთე გქონოდეს. გმადლო. ყველაფერი ცუდი წარსულს წაიღოს. ბიძია დერვიში, Niye hep beraber? ყველა რატომ მოხვედით? ოჯახები მარტო რატომ დატოვეთ? უთხარი არ წამოსულიყვნენ, მაგრამ მაინც გამომყვნენ. ლევენტმა კიდევ რაღაც ჩაიდინა. Ne etmiş yine? ახლა რაღა დააშავა. ვერავის ვერაფერი დაუშავა. სემა მიარაღის მუხარით ყველა გაყარა. ყველაფერი მიანგრმოანგრია. უთხრა აქედან მოშორდითო. Ey maşallah. მე ერთმა დავოცოს. აი ხალი, 20 წელი რომ წიჯდე მისი იმედი გექნება. გეუბნები. Sen önce ჯერ ცოლად მოიყვანე თურან და მერე ჩაჯექი. Bu Levent Kolpa'nın იმ evine- ლევენტ კოლპის სახლი სად არის? ჰალილ იბრაჰიმ. Yeni adım attınız ya. ეს არის გამოხვედი ახლა ამის Hemen დროა. cevap vermezsek პასუხი ახლა თუ არ გავეცით კისერზე დაგვასყდებიან. სად არის ლევენტის სახლი? სად ექნება? თავის დროზე ჰარუნს მიწა კაპიკებში დაათმობინეს და ის სასახლე ააშენეს. Harun amcamın evi. ის მიწა ბიძია ჰარუნის იყო? მუზაფერ, ცეცხლზე ნავთს ნუასხამ. მართალია ბიძია. მართალიც რომ იყოს, რას იზამ ძმისშვილო? Siz yayla evine geçin. სახლში წადით. Benden haber verin. ჩემგან სიახლეს დაელოდეთ. Ali Bey. ჰალილ იბრაჰიმ. Arkadaşım biz şimdi Levent ახლა ლევენტის სახლში მივდივართ. çöktükleri იმის წასართმევად მივდივართ, რაც მე მეკუთვნის. ეს გავიგე, მაგრამ გონი რაღაც გვაკლია. Ne eksiğimiz olacak Temel? რა თემელ, ყველანი აქ ვართ. და შეიარაღებული რომ იყვნენ, ჩვენ კი ციხიდან ახლა გამოვედით. არაფერი გვაქვს. Onların malı მათი bizim საქონელი ჩვენი საქონელია ძმაო. Onlardan მათგან ავიღებთ. Ali Bey. ჰალილ Acaba იბრაჰიმ Sema'yla იქნებ mı alsaydık? სემაც წაგვეყვანა. მას რომ დაინახავენ, უკან დაიხევენ. Vallahi ზეინეფის წაყვანა შეიძლება. მისი წყალობით გამოვედით. ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. Ben size bir şey diyeyim. რაღაცას გეტყვით ბატონებო. Allah'tan düşman. კარგია რომ ჩვენი მტრები კაცები არიან. ქალები რომ ყოფილიყვნენ, წასული იქნებოდა ჩვენი საქმე. ჰალილ, ციხეში ჭორაობას ხომ ვერ მოახერხებდნენ? ხომ იცი, ენას არაჩერებენ. შეხედე. ყველგან გველები. ეს გველის თავი. Başı bak. აი იქაც. Bak o da orada bak. შვილო ყავადალიე. Sene kahveni. Ha? Bak მინდა რომ ოთახიდან გამოხვიდე. ცოტა გაერთო. böyle biraz ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. დედაშვილივით მინდა ვიყოთ. ედანურ, შობლები ბავშვობაში დაკარგი არა? Çocukken kaybettin değil mi? ხო, Evet. ნათელში ამყოფოთ ღმერთმა. Sonra ალბათ მათ გარეშე რთული იქნებოდა. ასეა. რაც მოხდა. მკვდარს ვეღარ გააცოცხლებს. artık წინ უნდა იყურო, მომავალზე იფიქრო. არა ედანურ, ახლა ჩვენ გყავართ. değil mi? ჩემთვის მომავალი არ არსებობს. Gelecek yok da მე ეს უდანა შავლო ბავშვი შევიცოდე. size kıyamadım. თავარია ჯავთელი დაიბადოს. Geri söylemedi. სწორედ მისი დაბადების მერე დაიწყება ყველაფერი. Sen o შენ ჯამრთელი ბავშვი გააჩინე. analı დედობა გამოსცადე. მე ნახავს ხარ ამაზე თუ იფიქრებ. შენ რა გჯერს? sana ne oldu? ნუდირი, მალე შენ შვილებთან იქნები. Bugün yarın ეს საკითხი დღეს თუ არა ხვალ მოგვარდება. Anne. დედა, Bu Halil İbrahim. ჰალილ იბრაჰიმი და მისი მეგობრები გამოუშვეს. ჩვენი წყალობით ცოტა ხანია რომ თავისუფლად. su testisi ნელ-ნელა ყველაფერი იქნება, რაც უნდა იყოს. nasılsa იქ სადღაც მთებში, შიმშილით და სიღარებით ამოხდება ცული.
İlla ki ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ. მე სხვა არაფერი მაინტერესებს. არაფერი. ben bunlarla hiç ilgilenmem. დედა, ერთ დღეს სხვა ხარ, მეორე დღეს სხვა. ადამიანს ჭკუიდან გადაიყვან. თქვენს რომ დაზეინეფი მოვიდა. ედანურთან უნდა დალაპარაკება. ერთო ჩემო. ედანურთან სალაპარაკო რა აქვს? Edanur'la. მან ხომ პირობები წამოაყენა. ალბათ იმის გასაგებად მოდის ედანურს აქ ძალით ვაკავებთ თუ არა. Ben konuşmam. დაველაპარაკები პრობლემა არ არის. შენი ჯექი. Sen bırak sen git onu Esushi içeriden გააჩერე. orada beklesin. იქ Eve დაელოდოს. girmesin sakın. Canım kızım, ძირფასო. sen onu არ იცნობ ნედიმეს შვილებს. ნამდვილი გველები არიან, მათ ყუარები. iftira. ზეინეფი. იმიტომ მოვიდა რომ O Zeynep ჩვენ წინააღმდეგ seni bize განგაწყოს. kışkırsın diye geldi. მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? Yapacağız biz hep ჩვენ geleceğe მომავლისკენ ვიყურებით. ახლა წავალ, სახეში შევაფურთხებ და აქედან მივაბრძანებ. Ya anne ablamız o bizim ya. დედა ის ჩვენი და და რა თქმა უნდა. ოსი ზეიოლ გეცე, გზას გიჩვენებთ თითქოს თვითონ რამეს მიაღწია. ეგ არ დამიწყებია. O konu ეგ kapanmadı. თემა არ დახურულა. ამაზე მე ვილაპარაკებთ. O iş bitti de. ეს საქმე დასრულდა. Ne yapacaksan yap. გაჩუმდი. Sen de git onlarla რაც გინდა ისქენი. Yanlarında dur. შენ კი წადი და დაელაპარაკე. Görüyor musun bütün yılanlar? მოშორდეს აქედან გველი. ყველგან გველები არიან. Yılanlar. სულ გველები.